საერთაშორისო ორგანიზაცია ვათანის მოთხოვნა მუსულმანი მესხებისთვის რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების პროცედურის დაჩქარება, საქართველოს მოქალაქეობის მიღების გამარტივება და განსახლება. ამ მოთხოვნებით დღეს ვათანის წარმომადგენლები დევნილთა მინისტრს შეხვდნენ. მუსლიმი მესხების პრობლემის მოგვარება ეტაპობრივად მიმდინარეობს და ამ დროისათვის რეპატრიანტის სტატუსი 1000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, ასეთია მინისტრის პოზიცია მედიისთვის დახურული შეხვედრის შემდეგ. პარალელურად მზადდება კანონპროექტი, რომელიც თურქი მესხებისთვის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურების გამარტივებას ითვალისწინებს. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ორგანიზაცია ვათანის წარმომადგენლებმა მინისტრის წინაშე ის მოთხოვნები წამოაყენეს, რომელთა შესრულება საქართველოში ეგრეთ წოდებულ თურქ მესხთა რეპატრიაციას უკავშირდება. რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების პროცედურის დაჩქარება, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებულად მიღებაში ხელშეწყობა და დაბრუნებულების სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე განსახლება. ეს ის სამი პირობაა, რომლის შესრულებას მუსულმანი მესხების უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია ვათანი ითხოვს. ჩვენ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან მქონდა შეხვედრა, განვიხილეთ მაჰმადიანი მესხებისათვის რეპატრიანტის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცესი. ჩვენი სურვილია, რომ ყველა შემოსული განცხადება დაკმაყოფილდეს და მათი ჩასახლება მოხდეს სამცხე-ჯავახეთში, მათ ისტორიულ სამშობლოში, თუმცა შესაძლოა მათი სხვა ტერიტორიაზე ჩასახლების საკითხიც განვიხილოთ. ვათანის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განცხადება ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმაც გააკეთა. დავით დარახველიძის განცხადებით, სამინისტრო ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს, თუმცა რეპატრიანტებს დასახლებისთვის ალტერნატიულ ტერიტორიებს შესთავაზებს. იმისათვის, რომ დროულად მიენიჭოთ მოქალაქეობა, ამჟამად მუშავდება პროექტი შედარებით პროცედურების გაიოლებისა. რაც ეხება კომპაქტურად მესხეთში, ახალციხის რაიონში მათ ჩასახლებას დიდი რაოდენობით, ჩვენ ამ შესაძლებლობას ამ ეტაპისათვის ვთვლით უაღრესად რთულად და განსახორციელებლად, თითქმის შეუძლებლად ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე. რაც შეეხება თავად ეგრეთ წოდებულ თურქ მესხებს, ორგანიზაცია ვათანის რუკაზე საქართველოში მათი განსახლების არეალია მონიშნული. 1944 წელს საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით 92,000-ზე მეტი ადამიანი სამცხე-ჯავახეთიდან შუა აზიის რესპუბლიკებში პოლიტიკური მოტივით, უმეტესად უზბეკეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში გადაასახლეს. ეგრეთ წოდებულ თურქ მესხთა საქართველოში რეპატრიაციის პროცესის დაწყებას აფასებენ პოლიტოლოგები. სოსოცისკარიშვილის თქმით, ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულების მიუხედავად, ის რეპატრიანტთა კონკრეტულად სამცხე-ჯავახეთში განსახლებას არ ითვალისწინებს. რამა საყვარელიძე კი ფიქრობს, რომ აღნიშნულ რეგიონში რეპატრიანტთა ჩასახლება ადგილობრივ სომხურ მოსახლეობასთან მდგომარეობის დაძაბვას გამოიწვევს. არანაირი ვალდებულება, რომ რომელიმე კონკრეტულ ადგილზე იქნებიან ჩასახლებული, დაბრუნებული მესხები, სახელმწიფოს არ აუღია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თვითონ შიგნით იზოლებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ იმატა ქვეყანაში და არ შემცირებულა. შეროიქ თურქები ჩაასახლო, ეს არ არის პოლიტიკური შორსჭრეტელი გეგმა და არის ამათი მოთხოვნა, ამაში სომხების დარწმუნება ძალიან ძნელი იქნება. და იქ ფეთქებად საშიში ეკონომიკური მიზეზებით სიტუაცია არის და ამ ნაბიჯით ის უკვე პოლიტიკური მიზეზებით გახდება ფეთქებად საშიში. რეპატრიანტის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში შესულია 8900 განაცხადი. 1053-ს კი რეპატრიანტის სტატუსი აქვს მინიჭებული.